მოგესალმებით. მივესალმები EUTOS გენერალურ მდივანს, ბატონ ფერიდონ სინიროღლუს და მადლობას გადავუხდი მას ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის EUTOS და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მას. თქვენი ვიზიტი საქართველოში, ბატონო გენერალურ მდივანო, მნიშვნელოვანი გზავნილია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო არის EUTOS ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისთვის და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, EUTOS საწყისიდან 50 წლის თავზე ჩვენ მტკიცედ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა. ამისთვის EUTOS მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპების ერთგული, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. საქართველოს საკითხზე მსჯელობა EUTOS ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ EUTOS ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცებს. აქვე მსურს აღნიშნოს საქართველოს გულწრფელი სურვილი ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველი შეხვედრა თბილისში და მე იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ თანამშრომლობას, განსაკუთრებით იმ პროექტების განხორციელებას, რაც მიმართულია ჩვენი როლის კიდევ უფრო კარგად წარმოჩენისკენ, ჩვენი შესაძლებლობების და პოტენციალის კარგად ათვისებისკენ და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ. ამ თვალსაზრისით EUTOS ფარგლებში თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კონტექსტშიც მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ საქართველოში ვიზიტისთვის და საკითხების განხილვისთვის, რაც შეეხება რეგიონულ თანამშრომლობას. აქვე აღნიშნავ EUTOS ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და მათ მნიშვნელობას. საქართველო პატივს სცემს EUTOS დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მხრიდან ამ ინსტიტუტების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების რაიმე სახის მცდელობები. საქართველო ბოლო პერიოდში ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევების
ღია მცდელობების თვალსაჩინო მაგალითი გახდა. ხშირად ვხედავთ ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების არასწორად გამოყენების მცდელობებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ფუძემდებლურ პრინციპებთან, რასაც ეფუძნება საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვაც უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციების ვალი. საქართველოს ხელისუფლება არის EUTHOS და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგული და იგივე მოლოდინი აქვს თავისი პარტნიორების მხრიდანაც. ხელისუფლებას არაერთხელ დაუდასტურებია საკუთარი ნდობა EUTHOS-ამდე, ამის ნათელი მაგალითი გახდათ EUTHO-ოდირის მოწვევა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად და მისიის საქმიანობის განხორციელებისთვის მაქსიმალური ხელის შეწყობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოდირის რეკომენდაციები და მზად ვართ თანამშრომლობა გავაგრძელოთ მათ შესასრულებლად. მე კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენ საქართველოში სტუმრობისთვის, ჩამობრძანებისთვის, განსაკუთრებით ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების კარგად გაცნობიერებისთვის, ცოდნისთვის, მინდა გისურვოთ ასევე წარმატება, როგორც გენერალურ მდივანს იმ მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომლის ვალდებულებაც არის ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა. Thank you, Minister Dermaka, for your kind words and hospitality. I am very pleased to be here in Tbilisi today for my first official visit to Georgia as OSCE Secretary General. As Secretary General, I am committed to work with all the 57 participating states of our organization. With my visit, I want to underline the OSCE's strong commitment to Georgia and to the region. We deeply value our long-standing partnership with Georgia. This week marks the 16th anniversary of the Incident Prevention and Response Mechanism, IPRM, which meets regularly in Argneti and is a powerful example of how dialogue can deliver results for people living in conflict-affected areas. Our work with the European Union and the United Nations shows how effective multilateralism can help mediation. Later today, I will visit the Otsisi crossing point and see firsthand the continued impact of conflict. Our engagement is and will continue to be guided by the needs of the people on the ground. Stability here in Georgia is vital, both for its people and for the wider region's security and stability. The OSCE and Georgia have a long history of working together, spanning decades. I want to reaffirm our willingness to support Georgia in addressing internal and external challenges, and I want to encourage the Georgian authorities to continue relying on OSCE's expertise and support. Thank you for your commitment to the OSCE principles. Thank you, Minister.